მარტს საქართველოს ნაკრები გამართავს პლეი-ოფის მატჩს სომხეთის ნაკრებთან და ეს მატჩი გაიმართება დინამო არენაზე. მეტი სიცხადისთვის გეტყვით იმ ინფორმაციის შესახებ მოკლედ, რომელიც დინამო არენაზეგან და ადმინისტრაციისგან მივიღეთ. როგორც იცით, პირველი არუსის გამოყენება სრულად იყო შეზღუდული წინა პერიოდში და პირველი სექტორის დეტალური შესწავლის შემდეგ ყველა სექტორი იქნა შესწავლილი და დღესდღეობით შეზღუდულია მხოლოდ პირველი იარუსის 1/13 გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ 6 სექტორი იქნება დაბლოკილი თამაშზე, რაც დაახლოებით 4000 მაყურებელზეა და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველა ის სექტორი, რომელიც თამაშის ორგანიზებისთვის არის აუცილებელი, მათ შორის ტექნიკური ადგილები, მედიის ადგილები და სტუმარი და ჩვენი გულშემატკივრის სივრცეები შესაძლებელია რომ გამოყენებული იქნას და ამისათვის დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, იმ ხალხს, ვინც იმუშავა ამ საკითხზე და შესაძლებლობა მოგვეცემა დინამო არენაზე ვითამაშოთ. რა თქმა უნდა, სამომავლო მატჩებისთვის ისე იმ 6 სექტორზეც შემუშავდება აღდგენის პროექტი და ვიმედოვრებთ, რომ მომდევნო შეხვედრებში სრულად იქნება ათვისებული, თუმცა დღესდღეობით არის ისეთი სურათი, რომ მოვიკლებთ მხოლოდ პირველი რუსის 1/13-ს, 2/13 იქნება ათვისებული და გამოყენებული იმისთვის, რათა თამაშისთვის სააუცილებელი თამაშის ორგანიზების აუცილებელი ყველა ის პირობა შეასრულდეს, რომელიც UEFA-ს ეგეთი გასამართლებით მათ შეეხება, მედიას მოგეცეთ საშუალება მუშაობის, სტუმართა ფანები მივიღოთ შესაბამისად და წარმატება უნოსურვეთ ჩვენ ნაკრებს. რაც შეეხება ბილეთების გაყიდვას, დავამუშავებთ ახლა უკვე ამ ახალი სქემით ბილეთების სისტემას და ახლოს მომავალში მოგაწვით ინფორმაციას თუ რა რიცხვიდან გაიყიდა ბილეთები დინამო არენას.